დაჯექით, კარგად მოკალათით, ძალიან დაიძაბებით ამ ვიდეოზე, იმიტომ რომ სურათების შედეგით უბრალოდ განცვიფრებული დარჩა. Pixel 1 vs Note 9-ის კამერა. So take me away to some other place. Don't wanna wait. Oh my Indian summer, take me away. I ain't afraid. ყოველთვის ამბობდით, რატომ ჯობია მიშა პიქსელი რომ ვიყიდოთ და რისთვის ვიყიდოთ პიქსელი, როცა არსებობს სხვა ტელეფონები უფრო იაფიანი. მე არ ვიცი თქვენ როგორ გინდათ ტელეფონის გამოყენება და თქვენ რაში იყენებთ ტელეფონს, მაგრამ ჩემთვის კამერაა მთავარი და ტელეფონს ვარჩევ პირველ რიგში კამერის მიხედვით და როდესაც მიდგება საქმე კამერაზე, კარგად დაიმახსოვრეთ. Pixelis ტელეფონს კამერა არ ჯობია. არც Huawei-ები და Shmuawe-ები, P20 Pro-ები და მსგავსი რაღაცები იცოდეთ, რომ უბრალოდ ლეგენდაა Pixel-თან შედარებით. Pixel 3-ზე ხო საერთოდ არ მაქვს ლაპარაკი. ნებისმიერი წინა წლების Pixelis ფოტოები დღემდე გამოსულ ტელეფონებსაც ჯობია და როდესაც ახალ გამოსული Galaxy S10-ის რევიუები დავათვალიერე თავისი ფოტოებით, Pixel 3-მა შარშანდელმა, უკვე შარშანდელმა აჯობა ამ წლის Galaxy S10-ის ფოტოებს. ვისაც არ ჯერა, წადით უბრალოდ და გადაამოწმეთ, გადახედეთ რევიუებს და ფოტო სემპლებს. ესეც ხომ ჩემი გაკეთებული არ არის. ჩემი ხომ არავის არ ჯერა, მაგრამ გადახედეთ უბრალოდ. მადლობა შენ თორნიკე, იმისათვის რომ მომეცი შანსი დღეს შემედარებინა Pixel 1-ის და Note 9-ის კამერები. კარგად დააკვირდით ყველა დეტალს. დააპაუზეთ ვიდეო ყოველ სურათზე და კარგად დააკვირდით დეტალიზაციას. ეს არ არის უბრალო ვიდეო. ერთი, მაგრამ არის კიდევ აქ. Note 9, როგორც იცით, გამოვიდა 2018 წელს, Pixelis პირველი თაობა გამოსულია 2016 წელს. და მე ახლა შევეცდები ზუსტად იგივე კადრები გადავიგო აბსოლუტურად აუტო რეჟიმში, არანაირი Pro mode, მანუალი და ასე შემდეგ. არაფერი არ მექნება გამოყენებული საერთოდ. გადმოვედით ჩვენს ფოტოებზე. Pixelis ტელეფონის კამერები არის შეუდარებელი და დაუძლეველი. არანაირი iPhone-ი, არანაირი Samsung-ი და არანაირი Huawei ვერ აჯობებს Pixels ვერასოდეს, იმიტომ რომ Google-ს დღესდღეობით აქვს უდიდესი რაოდენობის ინფორმაცია ფოტოებისა და საერთოდ, როდესაც თქვენ ააპლოუდებთ თქვენს უფასო ფოტოებს Google Photos-ში, შესაბამისად, Google-ის ნეირონული ქსელები იყენებენ თქვენს ფოტოებს იმისათვის, რომ ასწავლონ თავის ნეირონულ ქსელებს სახის მოყვანილობა, ნებისმიერი ნივთის და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ნეირონული ქსელები მუდმივად სწავლობენ თქვენი ფოტოების ხარჯზე ყველაფერს და შესაბამისად, Google-საც გამოყავს ალგორითმი, რომელიც აი ესე და ამგვარად ამუშავებს ფოტოებს. მარცხენა მხარეს, როგორც ხედავთ, არის აბსოლუტურად განსხვავებული დეტალიზაციის ფოტო და თქვენთვის უკვე ადვილი მისახვედრია, რომ მარცხენა მხარე არის Google Pixelis ტელეფონი, ხოლო მარჯვენა მხარეს არის ჩემი კუთვნილი Note 9. ხოლო რაც შეეხება Google Pixelis პირველი თაობის ტელეფონს, გამოსულია 2016 წელს, ხოლო Note 9 გამოსულია 2018 წელს. ესეც არ დავივიწყოთ და ეხლა მოდით გადავხედოთ ჩვენს ფოტოებს და მათ დეტალიზაციას. მოდით გავადიდოთ Note-ის ფოტოც 100%-ზე. ეხლა დავაკვირდეთ ჯერ დეტალიზაციას სახეს. შეგვიძლია მივაახლოვოთ კიდევაც ეს ჩვენი ფოტოები და დააკვირდით თვალებს, დააკვირდით სახის ნაკვთებს, ნაოჭებს, წარბებს. აქ როგორც ხედავთ, Note-ზე ცოტა არ იყოს საპონივით, სანთელივით არის კანი, ესე ვთქვათ, გადმოცემული. შეხედეთ, აი აქ რაღაც აკვარელივით აკეთებს ორივე ფოტო, გადაღებულია ყველანაირი ეფექტის გარეშე. აუტო რეჟიმზე არანაირი ეფექტი არ არის გამოყენებული. შეხედეთ სახეს, შეხედეთ სახის ნაკვთებს, თვალებს, ნაოჭებს, თმებს, წარბებს. არ ვიცი, რანაირად შეიძლება კიდევ რომ აგიხსნათ, ამაზე კარგი მაგალითი არ არსებობს, უბრალოდ ეხლა დავხედოთ მატერიის დეტალიზაციას. შეხედეთ. დააკვირდით აი ამ ნაკერებს. ეხლა დააკვირდით აი ამ ნაკერებს. ეხლა დააკვირდით აი ამ მაისურის აი ამ ზოლებს. ეხლა აქეთ ამ მხარეს დააკვირდით. რამდენად დეტალურია ჩვენი Google Pixelis ფოტო და
რამდენად ჩამოუვარდება უახლესი თაობის Samsung-ის კამერა. შეხედეთ. დაკვირდით აი ამ ადგილას. Armani Exchange თქვათ, როგორ გვიწერია Armani. ეხლა დაკვირდით აი აქ Armani. დაკვირდით მატერიას. მის დეტალიზაციას. დავაკვირდეთ ეხლა აი აქ. თქვათ ზმეიკა როგორ არის გამოსახული, ეგრეთ წოდებული ელვა. შეხედეთ აი ამ ადგილებს. ამიტომ არის რომ ყოველთვის გიმტკიცებთ ხალხო, რომ Pixel-ის ტელეფონი როგორც კამერა ფონი არის შეუდარებელი. დღესდღეობით არ გამოსულა ტელეფონი, რომელმაც Pixel-ის კამერას აჯობა. შესაძლებელია თქვენ ახლა იფიქროთ, რომ Huawei P20, P20 Pro, Mate 10, Mate 20 და ასე შემდეგ. გამორიცხეთ მსგავსი რაიმე აზრი, ამბავი, არ ვიცი, გამორიცხეთ ყველაფერი, არ არსებობს კამერა ფონი, რომელიც აჯობებს Google Pixel-ის ტელეფონს. აი ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორი ფოტო ექნება Google Pixel მე-3-ს და რამდენად აჯობებს ნებისმიერ ტელეფონს მე-3 Pixel-ის კამერა. ნუ გავიწყდებათ, რომ აი ეს არის პირველი თაობის Google Pixel-ის კამერა და არა მე-3 თაობის Pixel-ი. როგორ რეალურ კანის ფერს იყენებს Google Pixel-ის კამერა და შეხედეთ როგორი ოდნავ მოყვითალო ფერები აქვს ჩვენს Samsung-ის ყველაზე კარგ კამერას, ესე რომ ვთქვათ. აი ეს არის ვიდეო, რომელიც გიმტკიცებთ და ამართლებს ჩემს რჩევას. რატომ გირჩევთ ყოველთვის იყიდოთ Google Pixel-ის ტელეფონი? იქნება ეს პირველი თაობა, მეორე თაობა თუ მე-3 თაობა. როდესაც ხედავთ, რომ პირველი თაობა აი ესეთ საოცრებებს ახდენს, შესაბამისად თქვენ თვითონ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, რა სასწაულებს მოახდენს მე-3 თაობის Google Pixel-ის კამერა. რა თქმა უნდა, შევეცდები ყველანაირად რომ ჩავიგდო მე-3 Pixel-ი და შევადარო აბსოლუტურად ნებისმიერ ტელეფონს. ყოველ შემთხვევაში მე-3 Pixel-ის ხელში ჩაგდების შემდეგ გავაკეთებ ერთ ვიდეოს, რა თქმა უნდა, გავაკეთებ შედარებასაც და ნებისმიერი Huawei-ის, ნებისმიერი iPhone-ის და საერთოდ ნებისმიერი იმ ტელეფონის ფლობელებს მოვიწვევ და ვთხოვ, რომ გავაკეთოთ challenge მე-3 Pixel-ის კამერასთან, შევადაროთ თქვენი ნებისმიერი აი ის ყველაზე მაგარი ტელეფონი, რომელიც რატომღაც გონიათ, რომ აჯობებს Pixel-ის ტელეფონს. ეხლა მოდით კიდევ გავხსნათ ახალი ფოტო. მოდით ახლა დავაკვირდეთ აი ამ ფოტოს და ისევ დეტალიზაციას. შეგვიძლია 100%-ზე გავადიდოთ ხოლოდ სურათი, აი ესე და უფრო დიდი თვალსაჩინოებისთვის აი ესე დავაკვირდეთ ჩვენს ფოტოს. მიუხედავად იმისა, რომ სურათები ძალიან კონტრასტული გვაქვს Pixel-ზე და ძალიან დეტალური გვაქვს, დეტალიზაცია Samsung-სა და Pixel-ს შორის აშკარაა და საერთოდ. დღეს თქვენ დაინახეთ ის რეალობა, რასაც წარმოადგენს ჩვენი Google Pixel-ის ტელეფონები. აქედან გამომდინარე ხალხო, როდესაც მე გირჩევთ კონკრეტულ device-ს, ან როდესაც რჩევას მეკითხებით, თქვენ ალბათ დაკვირვებული იქნებით, რომ ზოგიერთს პასუხობ კომენტარებში, როდესაც რაღაცაზე მეკითხებენ ეს ტელეფონი მოგწონს, არ მოგწონს, ან ამის კამერა როგორია და ყოველ შემთხვევაში წაკითხულიც გექნებათ ჩემი კომენტარები, თუ კონკრეტული device-ი მე გატესტილი არ მაქვს, უბრალოდ გპასუხობთ, რომ არ ვიცი, არ გამიტესტავს და ვერ გიპასუხებ კონკრეტულ შემთხვევაში. ზოგმა შეიძლება ეს საწყენათაც მიიღოს, რატომღაც გონია, რომ მეზარება კონკრეტულ რაღაც კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ პრაქტიკიდან გამომდინარე, როდესაც device-ი მაქვს გატესტილი, შესაბამისად შემიძლია მოგცეთ რაღაცა რჩევა, როდესაც device-ი არ გამიტესტავს და არ ვიცი როგორ იქცევა ის კონკრეტულ შემთხვევებში, კონკრეტულ ფოტოებზე, შესაბამისად ვერანაირ რჩევას ვერ მოგცემ და გპასუხობთ კიდევაც იგივენაირად. მაგრამ როდესაც მე რაღაცას გიდასტურებთ აი ესე პრაქტიკულად და გაჩვენებთ ფაქტებს, როგორ იღებს სურათს Google Pixel-ი და სხვა დანარჩენი ტელეფონები, ძალიან გთხოვთ ხალხო, ნუ უჯერებთ ყველას ბრმად და ჩემი ერთი თხოვნა იქნება, ნუ უჯერებთ ყველას რჩევას, მოიკულიეთ რაც შეიძლება მეტი იმ ტელეფონის ირგვლივ, რომლის ყიდვასაც თქვენ აპირებთ და აი ესე ზეპირად და გადმოცემით და ყურმოყრულ ამბავს ნუ იჯერებთ, რომ Huawei ჯობია ან iPhone ჯობია და ასე შემდეგ. ამ ვიდეოს შემდეგ გნებავთ იყიდეთ Pixel-ი, გნებავთ ნუ იყიდით. ყოველ შემთხვევაში დღევანდელი ვიდეო იყო ფაქტი, დამადასტურებელი იმისა, რომ
პირველი თაობის 2016 წელს გამოსული Google Pixel-ის ტელეფონმა აჯობა 2018 წელს გამოსული Note 9-ის კამერას. თუ თქვენ გსურთ, რომ გადაიღოთ ფოტოები და გადაიღოთ კარგი ფოტოები, დაივიწყეთ ნებისმიერი ბრენდის ტელეფონი და იყიდეთ მხოლოდ Pixel-ი.